ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში შემოაბრძანა ჰიერაპოლისიდან ანჩის ხატი. ხელთუქმნელი ხატი და ანჩის ხატი არის ყველაზე ძველი, ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ხატი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ასევე ანდრია პირველწოდებულის ქადაგებასთან არის დაკავშირებული ორი სიწმინდე, ორი ხატი, ასევე ეს არის აწყურის ხატი, რომლის ასლიც დიდაჭარაში დაბრძანდა და თვითონ ხატი კი აწყურის საკათედრო ტაძარში უკვე, საეპისკოპოსო ტაძარში და ასევე გვიანდელი უკვე მე-19 საუკუნეში შექმნილი ძეგლის ისტორიული კვლევის თეიმურაზ ბაგრატიონის ტექსტის მიხედვით ანდრია პირველწოდებულის ქადაგებასთან არის დაკავშირებული ასევე ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის ისტორიაც. ეს სიწმინდეები, სამივე სიწმინდე დაკავშირებული არის ანდრია პირველწოდებულის ქადაგებასთან. პირველი ეკლესიების მშენებლობაც დიდაჭარაში, ასევე აწყურში, ასე რომ მატერიალური დადასტურება, ასე ვთქვათ, აღნიშნული სიწმინდეების სახით ჩვენ გაგვაჩნია, რომ ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა საქართველოში, ამაზე მოგვითხრობენ უძველესი წერილობითი წყაროები, ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა სრულიად საზღვარსაშინა სრულისა საქართველოისა.